ახლა მინდა ვისაუბროთ ერთ სერიოზულ პრობლემაზე. ჩვენს ქვეყანაში პაციენტების აბსოლუტური უმეტესობა კუჭის და 12 ჯანაწლავის წყლოვანი დაავადების დიაგნოსტირების შემდგომ იმყოფება ძალიან მკაცრ და ძალიან შემზღუდველ დიეტებზე. ზოგჯერ ეს დიეტა იმდენად მწარია და იმდენად შემზღუდველია, რომ პაციენტს წლების მერეც კი ახსოვს, რომ ძალიან წვალობდა და ძალიან იტანჯებოდა წყლულის მკურნალობის დროს. მინდა გესაუბროთ ამაზე. კუჭის და 12 ჯანაწლავის წყლოვანი დაავადების დროს მკურნალობის მთავარი პრინციპი გახლავთ მჟავიანობის დაქვეითება, კუჭის წვენის გამომუშავების დაქვეითება და პლუს ამას მიზეზის პოვნა და მიზეზის მოცილება. იქნება ეს ჰელიკობაქტერიული ინფექცია, უხშირესად თუ მედიკამენტებით გამოწვეული, ტკივილგამოუჩებელი მედიკამენტით გამოწვეული წყლოვანი დაავადება თუ კიდევ სხვა უფრო იშვიათი მიზეზები. ეს არის მკურნალობის მთავარი ბაზისი. დიეტებს კუჭის და 12 ჯანაწლავის წყლულის მკურნალობის შემთხვევაში არანაირი როლი არ უჭირავთ. ანუ დიეტები მეტ ეფექტურობას წყლოვანი დაავადების შემთხვევაში არ იწვევენ. საკვები არ აუარესებს ასევე თავად წყლულის მიმდინარეობას, თავად წყლულის სტრუქტურას. არაერთი პაციენტი მინახავს, რომელიც ძალიან მავნე კვებითი ჩვევებით გამოირჩეოდა წყლოვანი დაავადების მკურნალობის დროს და ზუსტად იგივენაირად იკურნებოდნენ, როგორც ის პაციენტები, რომლებიც განსაკუთრებულ რაღაცა მძაფრ დიეტურ შეზღუდვებს ირჩევდნენ სხვა ექიმების მეთვალყურეობით. დიეტების რჩევა წყლოვანი დაავადების სამკურნალოდ არის მოძველებული. ოღონდ როცა ამას ვამბობ, ხშირად ეს რაღაცნაირ მსოფლმხედველობრივ საკითხად წარმოუდგენიათ, რომ აი ახალი თაობის ექიმები რაღაცა ესენი რაღაცა დიეტები და თანამედროვე პროტოკოლებით არ არის და ძველად იყო და რაღაცნაირად მსოფლმხედველობრივ ჭრილში გადაყავთ საბჭოთა მედიცინისა და თანამედროვე მედიცინის დაპირისპირების კონტექსტში გადაყავთ ხოლმე ეგ საკითხი და ეხლა მინდა ძალიან ლოგიკურად აგიხსნათ, რატო არის დიეტები მოძველებული. ეს დიეტები ალბათ ბევრ თქვენგანს ახლა ვისაც წყლოვანი დაავადება ჰქონია, მიუცია კიდევაც ბევრი თქვენგანისთვის ექიმს ან თავად უპოვნია ინტერნეტში პევზნერის დიეტები, მაგიდან ნომერი 2, მაგიდან ნომერი 3, 5 და ასე შემდეგ. ეგ პევზნერი როდის მოღვაწეობდა, იცით, იყო ასეთი მეცნიერი პევზნერი, რომელმაც ეს დიეტები შექმნა ადრეული სტალინიზმის ეპოქაში. ანუ მას მერე გავიდა დაახლოებით 100 წელიწადი და მაგ დროს წყლულოვან დაავადებას მეცნიერება როგორ უყურებდა, იცით, წყლოვანი დაავადება იყო პრაქტიკულად ქირურგიული დაავადება. წამლები პრაქტიკულად არ არსებობდა წყლულის საწინააღმდეგოდ. ანუ მაშინ მედიცინას არაფერი არ ჰქონდა წყლთან გასამკლავებლად და მას მერე უკვე 80-იანი წლებიდან, როცა 70-იანი წლების ბოლოდან უკვე განსაკუთრებით, როცა მჟავიანობის საწინააღმდეგო წამლები გამოჩნდა და მერე უკვე როცა ჰელიკობაქტერიის როლი გამოავლინეს წყლულის განვითარებაში, მოხდა რევოლუცია პრაქტიკულად მედიცინაში. ამიტომ ის დიეტები, ანუ დაავადებას რომ მკურნალობდნენ იმ დროს, როცა არაფერი არ ჰქონდა კაცობრიობას და დღეს, როცა ბევრი რამე აქვს კაცობრიობას, ხო შეიძლება ეს განსხვავება, ეს ხო ძალიან ლოგიკურია რა. აქ ხო საქმე არ არის იმაში, სტალინიც კი ვის რამდენად უყვარს, შეიძლება ზედა მთვარე ამოსდიოდეს საბჭოთა კავშირზე ადამიანს, მაგრამ ეს მაინც ახლა რასაც ვამბობ ხო ლოგიკურია არა, ეს ხო არ ეკუთვნის მსოფლმხედველობას, ეს ეკუთვნის ძალიან მარტივ ლოგიკას. მაშინ ვიღაცა მეცნიერმა გამოიგონა დიეტა, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ არსებობდა, დღეს ბევრი რამ, ანუ დღეს რო იმ ადამიანს ეცხოვრა, დიდი ალბათობით მაგ დიეტურ შეზღუდვებს თავის პაციენტებს არ დაუწესებდა. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ რა აუცილებლად. როცა ეხა დაავადებასთან ბრძოლისთვის თუ არაფერი ინსტრუმენტი არ გაქვთ, მაშინ რაღაცეების გამოგონებას და რაღაცა შეიძლება კონდეს აზრი, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს დაავადებასთან ბრძოლისთვის და ზედმეტად პაციენტის დაძაბუნება გარკვეული შემზღუდველი დიეტებით არ შეიძლება კი არა კონტრპროდუქტიულიც არის. ბოლოს ხაზი გავუსვათ ერთ ფაქტსაც, რომ ის რომ დიეტები წყლულის განკურნებისთვის არ არის მოწოდებული, იმას არ ნიშნავს, რომ საკვებზე მგრძნობიარე შეიძლება არ იყოთ. აი მაგალითად ეხა გეტყვით, რასაც გულისხმობთ. შეიძლება კუჭის წყლულის სანამ კუჭის წყლული გაქვთ და მკურნალობთ მას და ბოლომდე პროცესი არ შეხორცებულა წიწაკიან საჭმელზე, რომელზეც მანამდე მგრძნობიარე არ იყავით, ეხა მგრძნობიარე გახდეთ და ცოტათი კუჭი აგეწვათ ან გეტკინოთ. თუმცა ამითი ნუ შეგეშინდებათ, ეს არ ნიშნავს, რომ წყლულის მკურნალობის უეფექტობას იწვევთ წიწაკიანი საჭმელის ჭამით და ამით რამეს უშავებთ თქვენ თავს. უბრალოდ შეწუხდებით და გეცოდინებათ, რომ მეორეჯერ იგივე საჭმელი არ უნდა ჭამოთ, დროის მონაკვეთში ისიც სწორე განკურნების მერე შეგიძლიათ ისევ გასინჯოთ ის საკვები, რომელზეც მკურნალობის დროს ჰქონდათ რაღაცა დისკომფორტები და გვერდითი მოვლენები. შეჯამებისთვის კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ კუჭის და 12 ჯანაწლავის წყლოვანი დაავადების მკურნალობის მთავარი პრინციპი გახლავთ მისი გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება და მკურნალობა და ასევე მჟავიანობის დამაქვეითებელი თერაპია. დიეტებს აქ მკურნალობის ეფექტურობაში არანაირი როლი არ ეკისრებათ. დიეტების წარმართვის ოქროს პრინციპი აქ არის შემდეგი. თქვენი თავის, ასე ვთქვათ, მეთვალყურე თავად უნდა იყოთ და რაც გტკენთ, ის არ უნდა ჭამოთ. რაც არ გტკენთ, ესე იგი ყველაფერი გეჭმევათ და ყველაფრის ჭამა შეგიძლიათ.